მაინტერესებს რატო ვიღიმი, რადგან ვარ ძალიან ბედნიერი. ამიხდა ჩემი ნატრა ოცნება. განახოთ ჩემი პირველი მანქანა, ეს არის Mercedes-Benz E53 AMG. ეს კონკრეტული მოდელი არის 2019 წლიანი 3-დან 0 ბიტურბო 4.4-ზეა კვადროა 430 ცხენის ძალა აქვს მეგობრებო ქართულად რაც რავი საოცარია რადგან ვინც მიცნობთ 3-4 წლის წინ ალბათ პლუს ვატარებდი შემდეგ გადავჯექდი ფუჟენზე არც ერთი მანქანა არ იყო ჩემი მამა ჩემის მანქანი დავწიოდი და რავი ამიხდა ჩემი ოცნება ნატრა და არ მეგონა ესეთ უმოკლეს დროში თუ აი ესეთ მანქანაზე გადავჭდებოდი ეს არის მეგობრებო სრული კომპლექტაცია რაც კი შეიძლება მანქანას გააჩნდეს ამ კონკრეტულ მოდელს ლიანი full პაკეტი არის. ყველაფერი აქვს ქარხნული, ორიგინალი, უსვეჟესი მანქანაა რა. საიდან დაიწყო ამ მანქანის ყიდვის ისტორია? პირველად მინდოდა BMW 440, შემდეგ უკვე M4-ს ვფიქრობდი. რამოდენიმე მანქანას ვეთამაშეთ კიდევაც, მაგრამ ალბათ ჩემი ბედი იყო რომ ვერ მომიგო ეგ მანქანები. რადგან შემდეგ გამოჩნდა ჩემი ძმაკაცი, ჩემი უახლოესი ძმაკაცი, რომელიც ყიდდა მანქანას, თან ისე დავემთხვიეთ რომ მეც მანქანის ყიდვა მინდოდა და ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ყოველთვის Mercedes-ი და ესეთ უმოკლეს დროში თუ ავიხდენდი ამ სურვილს არ მეგონა და ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა შეგახედებთ მანქანაში თუ რა ხდება შიგნით. ეს არის სალონი. ამ მანქანაში ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი დეტალი არის სალონი. როგორც ხედავთ, ძალიან ლამაზი სალონი აქვს, თავისი ფერებით, განათებებით. ასევე აქვს უზარმაზარი ეკრანი, რაც ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. ყოველთვის მინდოდა ამხელა ეკრანი მქონოდა მანქანაში. ხვედებიც მინდა ვახსენო, ძალიან მაგარი ხვედია. თუ გავიკეთებ. ახლა უყურეთ. წკაპ, ვინახოთ ესეთი რაღაც. მანქანას ჩავაქრობ თუ არა, გადმოსვლას დავაპირებ. საჭეს შეხედეთ უბრალოდ. ასევე სავარძლებსაც აქვს ეს ფუნქცია, მაგრამ სავარძლებზე არ ვიყენებ, რადგან არ არის ჩემთვის კომფორტული. ლუკიც რა თქმა უნდა იხსნება. შემიძლია ესე ავხადო. შემიძლია მთლიანად გადავხადო და თავიც ამოყო. ერთ-ერთი პრიორიტეტი ასევე იყო მეგობრებო, სივრცე. ძალიან დიდი სივრცე აქვს. ესე ვზივარ მანქანაში წინ და როგორც ხედავთ, უკან თავისუფლად შეგიძლია წამოწვე და იკაიფო რა, თან кайფი რა არის. შეგიძლია ეს ამოწიო, წკაპ და ვეღარც დამინახავთ. მე ახლა გარედან გხედავთ, მაგრამ თქვენ ვერ დამინახავთ, რადგან ესეთი იზოლირებული სარკეები აქვს. აქვს ბურმესტერის აუდიო სისტემა, ძალიან მაგარი ხმები, ძალიან მაგარი ბასები. ასევე ამ დეტალს შეხედეთ, კარბონის დეტალებშია მთლიანად მანქანა რა. ეს წითელი კანტებიც ძალიან უხდება, მთლიანად სავარძლებზეც წითელი კანტები აქვს. ყავის სავარძლები აქვს ასევე. აქედან ღილაკს თუ დავაწვევი, ნახეთ უკან რა საოცრებები ხდება. ასევე აქვს აუტო დაპარკინგება, კრუიზ კონტროლი მთლიანად საჭე თავისით მოძრაობს. ახლა მოდი ხმას მოგასმენინებთ. აი ცხენა ასევე აქვს ისეთი ფუნქცია, რომ ღილაკზე დავაწვევი თუ არა, თვითონ სალონშივე. პადუესკა მაღლა ადის, სპორტ პლუსზე გადავრთა თუ არა, ქვემოთ ჩამოდის რა. ეგეც ძალიან მაგარი დეტალია, უგზოვებაზე ხშირად გამომდგომია. ამ მანქანის ფერს რაც შეეხება, თავიდან იყო მეგობრებო, ლურჯი ფერის, შემდეგ პატრონმა, წინა პატრონმა გადააკრა. კიდე მოლურჯო ფერი 50%-ს მოსწონდა, 50%-ს არა. მე პირადად მომწონდა გასხოვებული ფერი იყო, მაგრამ ეს არის ის ფერი, რაც უნდა გქონდეს ამ მანქანას. ამაზე ნაკლები ფერი არ უნდა გქონდეს. ხოლო ეს ვისი დამსახურება ეს ფერი ამ მანქანაზე იხილავთ ახლავე. გამარჯობა. გამარჯობა. გიორგი ბატონო. შენთან მაქვს თხოვნა. შენი მანქანა უნდა მათხოვო რამოდენიმე დღით. გენდობი, შემდეგ. სიურპრიზი მაქვს შენთვის. ჯერ არ გეტყვი რას უპირებ, მაგრამ ამაზე მაგარი გაიჩნდება, რაც არის ეხლა რა. შეიძლება რამე ბამპერი დაემატოს მაგალითად, შეიძლება სხვა საბურავი, ანუ არ გეტყვი მოკლედ რა, მაგრამ ვიზუალური მხარე შეიცვლება რაღაც კუთხით რა. თუ მედობის მომას გაფიცებ, ხო იცის არ გავაკეთებ. ხო, მეგობრო, მე არ ვიცი რა ხდება, ესე გამომიყვანა, დამიბარა და მეთქი ბაზარი არაა. აგერ წვიმაში ხარში ხუხეთში. ცოტა გავაცებული ვარ, ნუ. ხო და მათხოვე. მე შენი Mercedes სიყვარული ვიცი, გენდობი, გემოვნებაში. არინანებ. მაგრამ შენი შავი მხარეც ფრენკები. არა, ბიჭო, ამაზე როგორ გაგფრენკავ. ბაზარი არაა. მანდობ? კი. სო, მაშინ ახლა უნდა მოცეულობ რა. გავცვალოთ მანქანები? გავცვალოთ, ხო, დღეს და მე საღამოს გამოგართვა. გაიცნო, შევთანხმდით. გასაღები ძმა, შევთანხმდით კი არა გასაღები. ხალხო აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ ვაპირებ რომ ფერი შეუცვალო მანქანას. აძმა. აჰა, იმენა ერთნაირი გასაღებები გვაქვს ზუსტად. მოგცემ რამოდენიმე დღეში რა. შენს მოუხდები ჩემაკა. არი გაზავო ვიცოდე. არა. საერთოდ არ ვიგაზავებ ძმაო.
მოკლედ ხალხო ბრენდერი მეორე სახლივით არის უკვე ჩემთვის. მოვედით ჩემს მეორე სახლში. მოვედით ბრენდერში ჩემ ძმასთან. აი ეს მახინჯე უნდა გაგვილამაზო. არა, მახინჯი არ არის, მაგრამ მახინჯი არ არის, ლამაზი მანქანა, პოტენციალი აქვს, უბრალოდ ფერი არის ძალიან ფირზე გაეუნებით, ხო? ეს ფირი უნდა მოვაძროთ და გადავაკრათ, მე არ ვიტყვი რა. არ თქვა, ჯერ არ თქვა რა ფირს ვაკრავთ. კომენტარებში უბრალოდ დაწერეთ როგორ მოგეწონათ და როგორც გავიგე ახალ ფილიალს ხსნით. კი ბატონო, ვაკეში იხსნება ბრენდერის ახალი ფილიალი მოსაშვილის 18 ნომერში. ვაკეს ჭირდება ბრენდერი და ხარისხიანი გადაკვრა. აი, ამას ნიშნავს. ამიტომ დიდი მოთხოვნა იყო და ჩვენს გადავწყვეტეთ, რომ გავხსნათ და ამაზე ბევრად დიდი ფილიალი. აქ ვეღარ ეტევით ფიზიკურად აზრია. აქ ვეღარ ვეტევით და იქ გავფართოვდებით. ვუტოვებთ ჯაბას და რამოდენიმე დღეში ველოდები შენზარს რა. მოვდივართ, ქიმერას არაფერი არ უთხრა. ქიმერასთან მე შეხება არ ვსო, მარტო მე რა როლამი. ოკეი, ვსო. მადლობა. ბრენდერმა ახალი თანამშრომელი აიყვანა, მეგობრებო. არ მგონია ხელფას გაწუდეს, მაგრამ ბიჭო, მაგარი რა სწორებს თო. ადგილზე ვარ, ჩემს კი, დაიცა, გადმოგიყვან ძმაო, დაიცადე. ნელა, მოდი ხელი მომე. ой მე ქალაქში ვართ. მანქანის ხმები მესმის, ტყეში არა ვარ ცალკე. ეს რა ჩემი მანქანა? რა იდეები გაქვს ვაფშე ხა? რა შეიძლება რომ რა იდეები? დისკებზე მითხარი ერთხელ შევცვალოთ. აუ, მიხვდა, ხო არ გადაო. ასევე ფირი მაქვს, ნახსენები. არა, ბიჭო, არა. ფირი მინდა გადავაკრათ ხო რა. ერთხელ მაქვს შენთან ნათქვამი ეგეც. ეგ ძალიან ზვიდი ჯდება ძმა. ახალი კავშირი რა. საჭე კაია, საჭე გეოსებაც ხო. ან დისკები ან ფირი რა. მე ეგრე ფირი. არა, ორივე ძალიან ზვირია. მაგრენის შესაძლებლობა ჯერ არ გვაქვს. სურნელი ჩამომიკიდე მანქანაში. კი, სურნელის ჩამოგიკიდე რა. მოდი, ძმაო, მოდი. არ მოიხსნა. ძიო შევდივართ. კი. აი ეს დადექი ძმაო. დავიძა ბიჭი. ბიჭო, ხოძე ხარ? ხوارდერიო. მაგას, შენ ძმობას ფიცავარ, მაგასთან ვფრინე გული მიცავს გიჟივით. მოიხსენე. და არაფერი. ოპა, გამარჯობა ბიჭებო, გამარჯობა. მიდი დაიჭირე იქიდან. თუ არ გადავა. ესე, 1 2 3. სოდა ჩემი მანქანა. როგორია? ფრენკია, რო უჭოლის. თუ არ გადავა. ჩემ ნომრებზეა. შენია. ო, როგორ მომენატრა. გადაო. როგორია, ჰა? ძალიან ძერსკია, საღოლს. უნდა ჩაგეხუტო იმენა. მე კი არა მადლობა ბრენდერს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. კი, დაურეკეთ თუ არა ეგრევე წამოვიდნენ ნიტოში გავაკეთე თუ არ არის პრობლემაო რა. და აი ნახე რა მაგარია ბიჭო. ასი ლამაზია. ხუი ხოჯობია ეს. აი კომენტარებში დაწერეთ თუ ჯობია ქსენსუს დაბლი. რა გამისვა. გეფიცებით მეგობრებო, ერთხელ მაქვს ნათქვამი სამორთვის, რომ მეთქი ეს ფერი ძალიან მევასება ამ მანქანაზე და იხედავთ რა საოცრება, ძალიან ძალიან. მოკლედ ხალხო, ოუ რა ძერს ბრენდერს მე მგონი აი უდიდესი რესპექტი ესეთი გვერდში დგომისთვის. დაურეკე ჯაბას, უთხარი ეს და ვსოls. ეგრევე წამებში დაგვთანხმდა. მითხარ ვარ არის პრობლემა, სამა მოიყვანეო გავაკეთეთო რა და. ოთო, რა სიახლეები გვაქვს ბრენდერში? ბრენდერში როგორც ისეთ კრისტალური პოლირება გვაქვს, რაც მთავარი არის. ვაკეში დაგვემატა ფილიალი, რომელიც რემონტის პროცესში არის. ბევრი კლიენტი მოიყვანა ძალიან და მაგიტო ვეღარ ვეტევით აქ ფიზიკურად. ვაკეშიც გელოდებით და ნელ-ნელა უკვე გავფართოვდებით კიდე მეტი ფილიალი გვექნება და შესაბამისად თითქმის თბილისის ყველა უბანში გავიხსნებით და ეყოლება ჩვენი პროფესიონალი კადრები. ვაკეში რა ნომერშია? მოსაშვილის 18 ნომერში. თუ ფირს აკრავთ, უნდა მოიყვანოთ ბრენდერში. და ჯერ ყველაფერს თავი რო დავანებოთ მიდგომა. მიდგომა, მე ხარისხი. პირველია ჩემი. ჩემთვის პირადად პირველია ბრენდერი. ასე რომ უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ რა. ჯაბა დღეს კი არ არის, მაგრამ ჯაბასაც დაველაპარაკე. თავარია კმაყოფილი ხარ. კი. საცხარო ჯაბა არ დაგხვდა, შენ ვიდეოებიდან ვიცი რომ ფერი ბრენდერშია გადაკრული და რა ვიცი. აი ძალიან გამიხარდა და მე პირადადაც ჯაბას მოვხდი, მადლობას მავა აქედანაც უგუნესი მადლობა. წამო ეხა დავждეთ, გავავსე. ერთსული. აუ როგორ მოუხდა ბიჭო გადაო. იმენა სხვა მანქანა. სხვა რა ლამაზია ბიჭო. ფარზის ფერი ეკრო, ეხა ხედავ პირველად ესე გაფრიალები. ოპა, რამხეცი მანქანა გამოვიდა, ბიჭო, სამო უნდა გაკოცო. გარეთ ვაფშე სხვა არის ხალხო. არ ვიცი, ხა აი კამერა რამდენად ადმოსცემს ამ სიამაზეს რა. ბიჭო, გავაფრენტო, ამჯერ ორი ჩემი მანქანა. ძალიან უყვარო არ ხალხო, ხო ხვდებით და? წინამდე საყვალები.
იცი როგორი მანქანა? აი, იმედავდა ვიერთყა ტრაგზე. აუ ძალიან ლამაზია, ბიჭო, ძალიან მიხარია რომ მოგეწონა. საუკეთესო საჩქარია მართლა. უღრმესი მადლობა ბრენდერს კიდევ ერთხელ და ეს სტუმროთ მეგობრებო უეჭველი. თუ ფირი გინდათ, კრისტალური პოლირება, ასევე დამცავი ფირი და ასე შემდეგ რა. ყველაფრის ხარისხი აქვს უმაღლესი. რამდენადაც მესმის იმას გეუბნებით რა. ჩემთვის უმაღლესი ხარისხია ახლა ეს. სად გინდა პროსტა მინუსი რო იპოვოს მობას გაფის. სულ ახალი მანქანაა ძმაო, სულ ახალი. ეს მანქანა დაახლოებით ყავს 8 თვე, ძალიან გამეწელა პროცესი გადაღების, რადგან რაღაც პირადი პრობლემები გამომიჩნდა, მაგრამ ამ 8 თვის განმავლობაში შემიძლია თამამად თქვა, რომ ეს მანქანა არის იდეალური. უპრობლემოა მართლა Mercedes-ი, არანაირი პრობლემა არ შექმნია მანქანას. მხოლოდ და მხოლოდ ზეთი და ეგეთი ჭრილმანები გამოცვალე, რაც ისედაც გამოსაცვლელი იყო. განმოვინაცვლეთ მეგობრებო, სამგორის 2 ნომერში ჩვენ ძმასთან, კახასთან, მოგესალმებით ძმაო. და ხალხს ორი სიტყვით უთხრა, რას თავაზობთ და ასე შემდეგ. გაიხსნა წელიწადზე მეტია უკვე საუკეთესო ზეთები, კარგი ზეთები, ადგილი სადაც შემოვა და რაც უნდა მომხმარებელს იმის. მაგიტომ აგირჩიეთ თქვენ ძმაო. გადაცემათა კოლოფში ზეთ სპლით აქ არავინ არ ართმევს მომსახურებაში ფულს. სხვაგან არის, მაგრამ აქ ხელობაში ფულს არავინ არ ართმევს. ფართო ასორტიმენტი გვაქვს, ლიკვიმოლი, მოტული, პეტრონასი. მიურტი, რავი, რატომღაც არ არის დღესდღეობით ბაზარზე, თელთბილისში რო დაიარო შეიძლება არავინ არ ამუშავებს და რატო არ ვიცი. ძალიან მაგარი ზეთია, საუკეთესო ჩემი აზრით რა და ვისაც უნდა მართლა მაგარი ზეთი გვაქვს. ამიტომ 100%-იანი რეკომენდაცია ჩემგან და მოგბრძანდით აუცილებლად თუ ზეთის შეცვლა გინდათ ან სხვადასხვა სერვისები. მოკლედ დაგვხდებიან ეს უჯიგრესი ხალხი და ყველანაირად მოგემსახურებიან 100% და იდეალურად. აქვთ ხარისხიანი ზეთების მრავალფეროვანი ასორტიმენტი და ახალხანს დაამატეს BMW-ს დაშლილები. თუ ეძებს სანდო ნაწილებს BMW-სთვის, ეწვიეთ ადგილზე სამგორის 2 ნომერში ან დაარეკეთ ნომერზე 593 67 71 01. სიარულში არის უკომფორტულესი Sport Plus თუ ჩართავ მანქანა მიფრინავს რა. საოცარი შეგრძნება და ძალიან საშია მეგობრებო. თუ იმენა ადრენალინში შეხვედი, სტოპი უნდა იცოდე, თორე არ ვიცი, ძალიან საშია მოკლედ რა. 430 ცხენის ძალა სასწაულია. ფუჟეინა განმომჭდარ კაცს, ეს ჩემთვის 64 არის რა. აქვს 360 კამერები. ყველა წერტილს ხედავ საერთოდ, ძალიან ეხმარება ხოლმე ბევრ სიტუაციაში გამომდგომია. ო ეს ვინ არის, ბიჭო? მაინც უნდა ამანერვიულონ რა. გზაზე ისე დგას რომ თითქოს დასრიალებ კარაქივით. მოსახვევში შედის, არ ვიცი, აი სასწაულად Sport Plus თუ ჩართავთ, სულ სხვანაირია რა მოსახვევში. აქვს კომფორტ რეჟიმი, სპორტ რეჟიმი, აქვს ასევე ინდივიდუალური რეჟიმი. შეგიძლიათ თქვენი სეტინგები დააყენოთ და აქვს სლიპერი რეჟიმი. ასევე აქედან ღილაკებინა შემიძლია პადუეს კონტროლო, ზემოთ ავწიო ან ქვემოთ ჩავწიო. ნუ რა თქმა უნდა, კრუიზ კონტროლი, საჭეს თავისით უხვევს, ატრიალებს, ასევე ზოლებიდან არ გადაცნო ეგ ვიღას უყურს. ავტოპარკინგიც აქვს, შემიძლია დავაპარკინგო. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ მიცდია. 360 კამერები რო გვაქვს, რადგან ავტოპარკინგი არ ვიცი. ასევე თავი მგონია ხომალდში რა, როუზი ვარ. რაღაცა კოსმოსური ხომალდია, ისეთი შეგრძნება მაქვს. AMG-ს საჭი აქვს, არ ვიცი, უკომფორტულესი. ალბათ ამის შემდეგ სხვა მანქანაზე რო გადავჭდე, ისევ Mercedes-ის საჭე შეიძლება დავაყენო სხვა მანქანაზეც. ნუ შიფტერებს აღარაფერს აღარ ვიტყვი, ძალიან მაგარია. ხშირად ვიყენებ ხოლმე და აგერ Cybertruck-იც გაიჩიტა აქ. პირველ ნახე სხვათა შორის. ნუ სად Cybertruck-ი და სად Mercedes E53 AMG მეღადავები შე. ასევე უნდა აღვნიშნო უკომფორტულესი სავარძლები მეგობრებო. შორგზებზე რამდენჯერაც ვიჯექი, არც ერთხელ არ დავხვდი ვარ, ერთადერთი ქალაქში რო შევდივარ ხოლმე, საცობების გამო ვიღლები რა. თორე შორგზაზე აი ისე ჩავდივარ თითქოს არაფერი. ამას დავაწვევი წკაფ, გრუჩტელი ჩაიკეტა.
დავაწვევი გაიღო. ხმაში აქვს ძალიან დიდი რაზნიცა რა. ასევე EQ boost-ის სისტემა აქვს, როგორც ხედავთ. იტენება, იჩარჯება, როდესაც გაზზე მაქვს ფეხი აშვებული ან ტორმუს ვაწვევი ავტომატურად, ასე ვთქვათ, მეტ კილომეტრებსაც მატარებს და უფრო ეკონომიურიც არის მანქანა. დაახლოებით ქალაქში წვავს 12-13 litrას. ბევრს გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც ძალიან ეკონომიურია ამ მანქანისთვის. ხოლო ტრასაზე წვავს დაახლოებით 7-8-9 litrას გააჩნია როგორ დავდივარ. ამ მანქანაზე ცუდი რა შემეძლია თქვა, წარმოდგენა არ მაქვს. ახლა ვიხსენებ რა აქვს ამ მანქანას მინუსი და რა აქვს ცუდი და არ ვიცი, თავში არაფერი არ მომწე რა. ცოტა დროც არ ვატარებ, რადგან 8 თვია მყავს და 8 თვე იმხელად როა რომ ყველანაირად მანქანაში აღმოვაჩენ მინუსებსაც, პლუსებსაც და ასე შემდეგ. ხო, ცუდი გამახსენდა რა აქვს Mercedes. ერთადერთი რაც შეიძლება დაუწუნო, twins ჭამს ხოლმე სენსორები აქვს ძალიან სენსიტიური. Fusion-ზე არ ვიცი რატო გიждდება. Fusion-ს მივაჭდები თუ არა, ან ახლომდებარეთ თუ არის სადმე, ეგრევე წიკ-წიკ სიწყებს გიჟივით რა და არ ჩერდება. არ ვიცი ეს კონკრეტულად ჩემს მანქანას ჭირთ, ზოგადად Mercedes-ებს აქვთ, მაგრამ ეგ არის ერთადერთი მინუსი, რაც twins მიჭამს ხოლმე. ძალიან მაგარი მანქანაა და ბედნიერი ვარ რომ ჩემი არის და ჩემი ქვია ამ მანქანას. დანარჩენი მეგობრებო, დამიწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ამ მანქანაზე, როგორ მოგეწონათ მანქანა, რა არ მოგწონთ, რა შევცვალო, რა დავუყენო, როგორ გავაუმჯობესო და ასე შემდეგ. აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი რომ არ გამოტოვოთ ჩემი შემდეგი ვიდეოები. თქვენ კი უკვე შევხვდებით მეგობრებო შემდეგ ვიდეოში. უღრმესი მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ და გაკოცეთ აბა ჰე.